მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და ყველას მივესალმები, ვინც ასევე ინტერნეტში გვადევნებს ჩვენს live stream-ზე თვალს. დღეს ჩემი საავტორო გადაცემა ბრენდი საქართველო ძალიან საინტერესო თემით, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს დაინტერესებს. ძალიან საინტერესო თემით, თემას ქვია კომაროვი წარმატების ფორმულა და ვისაუბრებ დღეს კომაროვის ბრენდზე. აქვე ვიტყვი, რომ გადაცემის წარდგენია Craft Food ტაატი, მადლობა ჩვენი გადაცემის ხარდაჭერისათვის და გადავედით ახლა ჩვენ სტუმრების გაცნობაზე და ძალიან დიდი მადლობა მათ დღევანდელ გადაცემაში მობრძანების და დროის გამონახვისათვის. სანდრო ჯეჯელავა, კომპანია Flowmaster-ის დამფუძნებელი და კომაროვის ალუმნის წევრი. მადლობა სანდრო მოსვლისთვის. ვანო კვიტაშვილი, წლების განმავლობაში კომაროვის სკოლის დირექტორი, ფაქტიურად ისტორიული მეხსიერება ამ სკოლის, ესე ვიტყოდი თუ შეიძლება, როგორც დირექტორი და ეკონომიკური პროექტების განვითარების ხელმძღვანელი. ორივეს უღრმესი მადლობა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელ გადაცემაზე ვინც კომაროვზე რაიმე დეტალები საინტერესო არ იცოდა, ბევრ შეიტყობენ და კომაროველები კიდე სიამოვნებით მოგვისმენენ, იმიტომ რომ მე ესე მგონია, არ ვიცი და თქვენთან გადმოვალ ამ კითხვით, რომ კომაროვი არის ჩამოყალიბებული განათლების სისტემის ბრენდი საქართველოში და არის ბრენდი, რომელიც უკვე თითქმის 60 წელია საქართველოს უზრდის ისეთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობ, რომ სწორედ რომ აძლიერებენ ბრენდს საქართველოს მერე შემდგომში თავისი განათლებით და თავისი ვიტყოდი ესე ცხოვრების წესით და ცხოვრების შედეგებით რა და მოდი დავიწყოთ საუბარი სანდროსგან დავიწყებ თუ შეიძლება. სანდრო, რა არის შენთვის ბრენდი კომაროვი? მოდი აი ამ კითხვას თუ შეიძლება რომ ორივეს დაგისვამ და ჯერ სანდროს მოусმინოთ და მერე გადავალ ვანოსთან ამ იგივე კითხვით. ესე გაცნობაში ერთი რაც არ თქულა რომ კომაროველია ლევანი ჩვენი მასწავლებელი და ეს უნდა ითქვას ესე არ იქნებოდა სრული წარმოდგენა და ვამაყობთ ამითი და მოკლედ ბრენდი კომაროვი პირველ რიგში მე ძალიან მომეწონა ეს დაკავშირება ბრენდ საქართველოსთან რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი მაინც არის მისი პროდუქტი, ხო, როგორც ნებისმიერ ბრენდს პროდუქტთან დაკავშირება, ჩვენი პროდუქტი არის ის ადამიანები, ვინც გამოიარა ეს კომაროვის სკოლა და აი კომაროველები და ჩვენ კლუბი რო გავაკეთეთ ალუმნი ასოციაცია, კლუბი კომაროველი დავარქვით. ანუ კომაროვი თავისთავად ბრენდია და კომაროველი არის ამ ბრენდის ასე ვთქვათ ბიძაშვილი რა და ყველა ამაყად, მოკლედ მე ეგრე ამაყად რას ვამბობ სხვას, ქართველს ნამდვილად ვამბობ, აი მაგას ვფიქრობდი შენ წარდგენაზე რომ ქართველი ვარ, ვთქვათ უცხოეთში იმაში კომაროველი ვარ, ამას ძალიან ამაყად ვამბობ, ხო, მათემატიკოს მოვაყოლებდი მაგ სიტუაციაში და აი მერე კიდე რაღაცებს დავამატებდი, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კომაროვი არის როგორც ბრენდი, ასე ვთქვათ, მწარმოებელი აი ამ ადამიანების, ვინც ძალიან ბევრი რამე გააკეთა საქართველოსთვის, აი ამ 60 წლის განმავლობაში. ეს იქნება ჩემთვის პირველი მთავარი პასუხი. ძალიან საინტერესო ის არის კუთხიდან დანახული და ეხლა რო საუბრობდი დავფიქრდი, რომ კი მეც აი როგორც კი მეორე ადამიანს დაინახა, კომაროველი ხარ და იმ წუთას აი ეს რაღაც რეპორტი მყარდება იმ ორ ადამიანს შორის და რაღაც ზედმეტი გაცნობაც აღარ არის თითქოს საჭირო და ვანო შენთან გადმოვალ იგივე კითხვით თუ შეიძლება აი რა არის ბრენდი კომაროვი შენთვის და ეხლა უკვე დავამატებ მათ შორის კომაროველი, რადგან ხარ ის ადამიანი, აი მართლა უკვე 10 წლეულებია დირექტორი კომაროვის სკოლის და შენს ხელში გაიარა, გადმოგეცა, მოდი ვთქვათ, ესეთი ვიტყოდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აქტივი განათლების ესეთი ბრენდის თვალსაზრისით და შენ შეძელი ის რომ ეს კომაროვის ბრენდი არათუ დაკნინდა, არამედ პირიქით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა და აგერ სამი კომაროველი ვხედავთ ახლა და გვიხარია რომ საუბრობთ იმაზე რომ ჩვენ ვართ კომაროველები. ხო, აი შენი გადმოსახედიდან თუ შეიძლება რომ შეგვიფასო ეს ბრენდი კომაროვი. პირველ რიგში მოგესალმები ლევან, მივესალმები მსმენელებს, მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის კომაროვის ბრენდი არის უნიკალური შესაძლებლობა გარკვეული ჯგუფისათვის, მოსწავლეებისათვის
რომ მიიღონ შესაბამისი განათლება და განვითარება იმისათვის, რომ მე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ პროფესიაში მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გააძლიერონ, რითაც დაიწყეს შენ, მთავარი ბრენდი საქართველოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. შემდეგ ესაცურდება ხარისხიან სწავლასთან, განსაკუთრებით თქვა ტექნოლოგიების მიმართულებით, იმ მაგარ გუნდთან, რომლებიც არის იქ პედაგოგების გუნდთან, უზარმაზარ ლოიალურ ადამიანებთან, თქვენნაირ და კიდევ ათასობით ადამიანთან, რომელსაც უყვარს დიდ გატარებული წლები და რა ვიცი, ეამაყებათ კომაროველობა და ასოცირდება კიდე რა თქმა უნდა მოსწავლეებთან, რომლებიც დღე-დღე შრომით, განვითარებით, კრიტიკული აზროვნების განვითარებით, უნარების სხვადასხვა უნარების განვითარებით შექმნიან იმას, რითაც დავიწყე მე საუბარი. ეს ცოტა ბევრი გამოვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ფაქტურად იგივეს ვამბობ, ეს არის მათემატიკის და ტექნოლოგიების დაინტერესებული და მოყვარული მოსწავლეებისათვის შესაძლებლობების შექმნა მსოფლიოს, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ეს არის კომაროვის გულწრფელობის. მაშინ მოდი ესე გავაკეთებ, რომ კითხვას დავტოვებ ახლა ერთ კითხვას ეთერში. სარეკლამო ჭრამდე, იმიტომ რომ ცოტა ხანში სარეკლამო ჭრა მოგვიწევს და ამ კითხვაზე პასუხით გავაგრძელოთ თუ შეიძლება შემდეგ საუბარი და კითხვა იქნება შემდეგი, რომ ამ გადმოსახედიდან, როდესაც ჩვენ უყურებთ ქვეყანაში, რითი შეუძლია ქვეყანას წარდგეს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, ხო, თვითონ ქვეყნის, ასე ვთქვათ, მახასიათებელი ქვეყნის ბრენდის. ნუ, შიგნით გასაგებია, რომ ეს ჩვენი უძველესი ტრადიციები იქნება, ეს თუ მეღვინეობა იქნება, თუ ის კულტურა იქნება და ასე შემდეგ და ამით ძალიან ამაყები ვართ და რა თქმა უნდა, ამას ძალიან აქტიურად, მათ შორის იქნება ეს ჩვენი კულინარია თუ ასე შემდეგ და აი დიდი სიამოვნებით ყვებით ამ ყველაფერზე. მაგრამ ქვეყნის გარეთ, როდესაც გავდივართ, ნუ ეს ყველაფერი არც თუ ისე ადვილი სამტკიცებელია, ხო, იმიტომ რომ უამრავი ქვეყანაა, სიტყვაზე ვთქვათ, რაც ვისაც შეუძლია ასევე რაღაც გავსი თემები წამოწიოს წინ, მაგრამ აი თუ შეიძლება კითხვას დაგიტოვებთ და დაუბრუნდეთ ამ კითხვაზე პასუხით, მე რომ ბრენდ კომაროვს რა შეუძლია ქვეყანას ცნობადობის, ახკამადობის, პოზიტიური ცნობადობის კუთხით მოუტანოს ქვეყნის გარეთ. შენ ერთი ძალიან კარგი ფრაზა თქვი, სანდრო, როცა ჩვენ საუბრობდით მანამდე და თუ გაიხსენებ ამასაც პასუხის დროს ალბათ კარგი იქნება და დავბრუნდეთ ამ კითხვაზე პასუხით. ანუ კომაროვი ეს შეიძლება ვიღაცას თავის წარმოდგენაში აქვს, რომ აი ქვეყანაში კიჭკვიანი ბავშვები იზრდებიან, მოკლედ ამ სკოლაში ესე რო ვთქვათ, ხო, რაღაც ფიზიკა და მათემატიკა კარგად ესმის, მაგრამ მოდი ცოტა უფრო გლობალურად შევხედოთ ამ თემას, რომ ეს კომაროვი რას წარმოადგენს ქვეყნისათვის, მის გარეთ სასაუბრო ენისათვის და კომუნიკაციისთვის. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. შენი თმა, შენი ისტორიის ნაწილია. ძნელია შეელიო იმას, რაც შენია. შეგიძლია დაიბრუნო ის, რაც დაკარგე. დეამედი, თმის აღდგენის ხელოვნება. შექმენი შენი ახალი ისტორია. პროფესორ დეა პაპასკირთან ერთად. ბერბუგის 8. ტელეფონი 591 50 90 90. New Hospitals's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospitalsში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitalsი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. უნიკალური შანსი საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკის სასწავლო ცენტრ ლოტუსისგან. მათ ვინც იმერეთსა და აჭარის რეგიონში ცხოვრობთ, გსურთ დაეუფლოთ ლაზეროთერაპევტის პროფესიას და ვერ ახერხებთ სასწავლებლად დედაქალაქში ჩამოსვლას, ლოტუსი გაძლევთ უნიკალურ შანსს. სულ რაღაც 2 კვირაში თქვენსავე რეგიონში შეისწავლოთ მოთხოვნადი პროფესია. მიიღოთ ISO ხარისხის სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი და დასაქმდეთ მარტივად. დაწვრილებით ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლოტუსი, ჩვენ ვსრდით პროფესიონალებს.
World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.g ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. გინდა მიიღო 28 თეთრამდე ფასდაკლება საწვავზე. ახლავე გადმოწერე სოკარის განახლებული აპლიკაცია სოკარჩეო. ისარგებლე გაზრდილი ფასდაკლებით მოხმარებული საწვავის მიხედვით. თითო ლიტრზე დააგროვე 3 კოლა. მიიღე მრავალფეროვანი შეთავაზებები და აივსე საჩუქრებით. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი Zabi. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. დაუბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო პირდაპირ ეთერში გადაცემით ბრენდი საქართველო და შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი გადაცემის თემა ბრენდი კომაროვი და სანდრო აი თუ შეიძლება განვაგრძოთ საუბარი ჩვენ დავტოვეთ ასე ვთქვათ დღეს სარეკლამო პაუზამდე ეს კითხვა რომ კომაროვს რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბრენდი საქართველოსთვის ქვეყნის გარეთ მე მოკლედ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ესეთ იმას გავიხსენებ, რომ ჩვენ საქართველოს უნდა ყოფილიყო მასპინძელი ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2017 წელს და ჩავედით წინა წელს, რომ შეგვესწავლა ეს ამბავი და კითხეთ ერთ-ერთი, რომ ყველაზე კარგი მასპინძელი ქვეყნის მაგალითი მოგვიყვანეთო და ყველაზე ცუდისო, თუ შეიძლება, რომ ეს გვესწავლა ჩვენთვის. და ყველაზე ცუდის მაგალითში მოგვიყვანეს საბერძნეთი. და რატო იყო ცუდი ესეთ საინტერესო ქვეყანაო და სულ წარსულზე ლაპარაკობდნენო და ყველა ხალხი შეწუხდა რომ გავიგეთ ბატონო ეს დემოკრატია მედიცინა ეგ წარსულში და აწმყოში და მომავალში რა მოგაგვთო და ეს დამკრა ამან რა მე რომ შემეშინდა ეგრევე რომ ქართველებსაც ეს გვახასიათებს რომ თუ რამე თუ ამაყობთ ის უნდა იყოს 1-500 წლის ანუ 5000 წლის ხო და გვინოზე ახსენე და ბევრი რამ ხო და მე ამას ვიტყვი რომ თანამედროვეობაში რა მოაქვს ასე ვთქვათ ესე რომ შეხედო და არა მოგონებებში ხა ის მოგონებები ჩემთვის ძვირფასია ძალიან და რა თქმა უნდა პირადადაც და ის რა მოაქვს და მოაქვს MIT-ში უგამოცდო ჩარიცხული ქართველები მოაქვს ყველა მსოფლიო ოლიმპიადაზე ტექნოლოგიებში ახლა AI-ის ოლიმპიადა იმართება და იქაც კომაროველები მიდიან ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია არ დატოვა ამ ხალხმა საერთაშორისო მასშტაბით რო არ გაიმარჯვონ და იმის MIT-ც და პარიზის პოლიტექნიკური და ყველა იმიტომ რიცხავს ამ ბავშვებს რომ იცის რომ უკვე აქვთ მიღწევა გლობალური მასშტაბი და ჩვენ ჩათვალეთ ახლა წარმოიდგინე რომ ყველა თაობაში 1-3 კვარაცხელია რო ყავდეს ყველა წელს დაბადებულებში აი წარმოიდგინე რა ვიქნებოდა აი ხანდელი გამარჯვების ფონზე კარგი შედარებაა ძალიან მან დავართ მაგას ვამბობ რომ ფიზიკაში მათემატიკაში IT-ში ტექნოლოგიაში ჩვენ ყავს კვარაცხელია წელს მომავალ წელს მეორე კვარაცხელია სხვა გვარის მესამე წელს სხვა გვარის და ასე შემდეგ აი ამას აკეთებს კომაროვი ხო და ეს ახლა ამაზე მეტი მე მგონია რომ შეუძლებელია კი ბატონო და მაშინ მოდი აბა ამ თემას შემოვუაროთ მეორე მხრიდან რომ ყოველ წელს ძალიან კარგი შედარება იყოს ან რომ აი რამოდენიმე კვარაცხელია თვითონაც ბრენდია უკვე ხო და ქვეყნისთვის რამხელა კონტრიბუცია მოაქვს და აგერ გვაქვს კომაროვი რომელიც წელიწადში აი ამ მიმართულებით რასაც ქვია
გონების, ასე ვთქვათ, თამაში დავარქვათ უგნებავ თუ წარმატება, 3-4 კვარაცხელია ყავს ყოველ წელს მინიმუმ და ეს კომაროვის ბრენდს ერთის მხრივ აძლიერებს და მეორე ბრენდმა ეს მოახერხა, რომ ესეთი პროდუქტი შექმნა, ხო? და ეს არ ხდება ხოლმე შემთხვევით, ესე ვიტყოდი და ანუ შენ ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდი ამ სკოლას და ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ეგონოს ეს რაღაცა ძალიან დიდი დაფინანსების გონე, კერძო, არ ვიცი, რაღაცა სკოლა, ან არ ვიცი, კიდევ რაღაც სხვა და არის ჩვეულებრივი საჯარო სკოლაა, ხო, მოდი ესე რო ვთქვათ რა. ანუ იგივენაირი სკოლა არის, როგორც დაუშვათ ყველა სხვა დანარჩენი განათლების სისტემაში და აი რა იყო ის უნიკალური მოდელი, ვიტყოდი ან მეთოდი, რამაც იმ ისტორიულ ნაწილთან ერთად, აი დაწყებული, რა ვიცი, ხო, ვალიკო მელაძეთი, რომელიც ჩემი მათემატიკის მასწავლებელიც იყო და თავის ძოზე დირექტორი თქვენიც ალბათ, არ ვიცი, უამრავ სხვა პედაგოგთან ერთად რო არ გამორჩეს ვინმე, უბრალოდ რამ შეძლო აი ამ თანმიმდევრულობის დაჭერა და აი ამ რამოდენიმე კვარაცხელიას წელიწადში ერთხელ ფიზიკა-მათემატიკის და ტექნიკური მიმართულებით გამოშვება, მოდი ესე ვიტყოდი. პირველ რიგში ვერც დავამატებ სანდროს ნათქვამს, რომ ეს არის, თქვათ, 30-მდე მოსწავლე, რომელიც ყოველწლიურად აგზელებს სწავლას სოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებში და ეს არის ყველა დანარჩენი ანუ 100%-მდე შევსებული მოსწავლეების, რომლებიც არიან აქვთ გამომუშავებული კრიტიკული აზროვნების უნარი, თქვათ, პრობლემების გადაჭერა, გუნდური მუშაობის, ერთმანეთის სიყვარულის უნარი და ნუ შეიძლება თქვათ 100%, რომელიც ზოგი რამ მიმართულებითაც აგზელებს სწავლას საქართველოში შეიძლება გააგრძელოს, ცოტა ხანი შეისვენოს და თქვათ რაღაც სტარტაპებში მიიღოს მონაწილეობა, ანუ კომაროვის ბრენდი ჩემთან ასოცირდება იმათანაც, ანუ რომლებიც ამ ტოპ უნივერსიტეტებში მიდიან ყველა დანარჩენთან, რომლებიც მათ თავიანთი შრომით იქ ერთმანეთთან გამოიმუშავეს შეიძინეს ცოდნა და გამოიმუშავეს უნარები, რომელიც ვამბობ, რომ ეს ბავშვები, აი ყველას ვეუბნები, ეკომაროვილი მე-11 კლასელი, მაინც უკვე რაღაცას გააკო. ეთონ მიიყვანეთ, რა ვიცი, პატარა ასწავლეთ და ნუ მე ვიღებთ, ასე ვთქვათ, ვამბობ იმას, რომ არავინ არ შეგარწმენ და პირიქით მადლობლები დარჩებით. ეს არის 100%. კი ბატონო. აი კვარაცხელიების და ეს ყველა დანარჩენი ეს 100%. კი ბატონო. ეხლა რო გვიფიქრია და მიმსჯელია შენ შეკითხვას რო დაუბრუნდე რა ქმნის პირველ რიგში ნახეთ რა არის კომაროვს რაც აქვს ლათჩეულებრივი საჯარო სკოლა არ გამოდის იმიტომ რომ თქვა მოცემული რეგულაციებით კომაროვს აქვს ელექციის უფლება იმიტომ რომ ძნელი და კომაროვს აქვს განსხვავებული სტანდარტის დაწესების უფლება რომლის ვინც თქვა ამ სტანდარტს თქვა გააგზელებს სწავლას ნაკლებად დატვირთული და ზატანჯველი ასე თქვა პროგრამას ნუ ეს უფლება აქვს ხო რა ხან ფიზიკა მათემატიკის ფიზიკა სტატუსის სკოლის კონდებს ეს აქვს რაც შეიძლება თქვა საჯარო სკოლას არ ყოდეს მეორე ეს ერთი მე ეს ბავშვები ვინც მოდიან ყველას აქვს ხო ერთი რამე რაც მნიშვნელოვანია რომ ბავშვს შეიძლება რაღაც გარკვეულ ასაკში მიმართულება უყალიბდება ან გემოვნება შეიძლება ის ისეთი მაგარი გახდეს ჰუმანიტარული მიმართულებით როგორც არის თქვა ტექნიკური მიმართულებით მაგრამ აირჩია ეს ანუ ჩვენ ვამბობთ რომ ვისაც მათემატიკა არ უყვარს ძალიან ანუ თუ აქვს სიჩქარე თქვა ძალიან მაგარია ყველა სხვა უნარებში უბრალოდ ჩვენ ამ საყრდენით ვეძებთ და ამ საყრდენის ვზრდით მე იმას აღნიშნავს რომ შეიძლება ძალიან ცოტა შემურჩა ალბათ საზოგადოებაში ხალხი რომელსაც გონია მარტო ფიზიკა მათემატიკა ჩვენი მოსწავლეები ეროვნული სტანდარტი ძალიან მაღალ დონეზე ნებისმიერ რავი ყველა სხვა საგანში სწავლობენ, უამრავი კლუბია, 20-მდე კლუბია სკოლაში, სოფტსკილების განვითარება ხდება, იმიტომ რომ მარტო თქვა ერთი მიმართულებას თუ არ მიაშველეს სხვა თანამედროვე აი ამ ეპოქაში დროში ჩარჩენილი არ არის ხო სწავლების მოდელი მათემატიკა არის გაძლიერებული სტანდარტით ყველა სხვა მათემატიკა და ფიზიკა და ტექნოლოგიები ყველა სხვა საგანი არის ძალიან მაღალი სტანდარტი და არის კიდე აუცილებელი ატრიბუტი თანამ იმისათვის რაც მე ვახსენე თქვა წარმატების მისაღწევად არის თქვა ბილიონარების ეგრეთ წოდებული ბილიონარების გამოშვება რაც მიიღწევა სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით სოციალურ პროექტებში სხვადასხვა მიმართულებით და ამის შესაძლებლობაც
აქვთ მოსწავლეებს. მასწავლებლები კომაროველები არიან. როგორ ჩვენ ხო მაგარი მასწავლებლები გვასწავლიდნენ კორიფეები ჩვენ კლასელები ან სკოლელები ერთმანეთს შევხვდებით, ალბათ ერთმანეთ პირად რაღაცებზე და ვიხსენებთ ყოველთვის იმას რა ხდებოდა, გაკვეთილზე რა ხდებოდა დერეფნებში, ამოცანების გარდა მასწავლებლებთან კომუნიკაციას ჩვენ ვასწავლიდით მოსწავლეებს. ხო, შემდეგ უკვე არის ერთი ხსენებდა ამასინათ რაღაც შეხვედრა იყო, რომ უკვე მეორე და მესამე თაობის მოსწავლეები, რომელთა ნაწილი ბრუნდება სკოლაში და აგზელებს თავის სკოლაში პედაგოგობას. ძალიან ბევრი სტუდენტი ოლიმპიურ წრეებში ანუ იმ წარმატებას თქვა საერთაშორისო ოლიმპიადას შესაბამისი შრომაც და თქვა გამოცდილება ჭირდება და ეს სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უკვე სწავლებაში. ამ ჩამოყალიბებული პედაგოგები ფაქტურად ვინც იყო კომაროველი, ისინი ახალი თაობა მოდის მასწავლებლად თვითონ ისინი მუშაობენ და ვისაც შეიძლება კომაროვი არ ქონდეს და თქვა კომაროველია ყველა ის ვისაც რაღაც მონაწილეობა მე ესე ვთვლი რაღაც მონაწილეობას და აგუშტებს გინდა სწავლებაში, გინდა განვითარებაში და ყველა ვიცის რა თქვა დიდი საქმის შემოქმედია მაგარ ბავშვებთან ურთიერთობის და ცოტა მე მგონი გადავწდი ისეთ ხო თავარი რაც მინდოდა მე თქვა ეს ბავშვები ერთმანეთს ავსებენ რომ ერთნაირი ანუ შესაბამისი სირთულის პრობლემებთან შეჭიდება შემდეგ აქვთ შესაძლებლობა რომ მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა განსხვავებულ უმაგრესი პედაგოგები არიან ყველგან და ძალიან მაგარი მოსწავლეები ყველა სკოლაში მაგრამ ეს არის ერთნაირად მოფიქრალი და ადამიანებს და მოსწავლეებს რომლებსაც ხდებათ მათი შესაბამისი სირთულის პროგრამა ასე ვთქვათ და უმაგრესი მასწავლებლები გარემო მზრუნველი გარემო ჩვენთან არის ზრუნვის მენეჯერების სისტემა და მოსწავლეთა ზრუნვას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და არის კიდევ ის რომ ეს ბავშვები ერთმანეთსაც ავითარებენ და ჩვენ ძალიან მაგრად ვითარდებით წარმოიდგინე ხა ასეთ მაგარ მოაზროვნე ბავშვებთან რომელსაც შეიძლება ესეთ შეკითხვა დაგისვას და გაფრინოს კი ბატონო ეხლა ბზატვარ ვარ და გასაგები ანუ საკმაოდ თნის იმას რასაც ვისაუბრეთ ანუ საკმაოდ ისეთია მოდი ეს ვთქვათ წყობრი თანმიმდევრული ისტორიასთან დაკავშირებული სკოლის და პლუს მე ესე ვიტყოდი რომ ეს გონებრივი სივრცე იკვრება ხო პედაგოგების და მასწავლებლების ყველას ერთად რაღაც დამატება მეც მინდა ლევან თუ შეიძლება მოკლედ ერთი საკითხი არის რომ მშობლები მე ვამბობ ხოლმე რომ მშობლების გამოცდაა ის თქო ჩვენ რო გამოცდას ვატარებთ რომ მე-7 კლასელი მე-6 კლასისშია როცა ემზადება კომაროვში ჩასაბარებლად ჯერ პატარაა იმას ვერ იტყვი შენ რომ ჩამოყალიბებულია და დალაგებულია მე ვამბობ რომ იქ მოდის ისეთი მშობლის შვილი რომელმაც გადაწყვიტა რომ ყველაფერი გააკეთოს და ყველაფერი გააკეთოს მობილური უყიდოს ბავშვს მაგ კუთხით კი არა იმ კუთხით რომ ბავშვი დაამოტივიროს მაქსიმალურად სწავლაზე და მიღწევაზე და ერთხელ კომაროვში მივდიოდი ესე იგი მრავალი წლის წინ რაღაცა შეკრება გქონდა ამ ალუმნიში და ის პერიოდი იყო როცა სიები გამოიკრა ვინ ჩაირიცხა ჯერ კიდევ მაშინ ონლაინ არ იყო სიები იკვრებოდა გემახსოვრებაში და მამა შვილი მოდიოდნენ და აშკარად რეგიონიდან იყვნენ და ჩაუვარე ესე ახლოში ჩაუვარე და მამა შვილს ეუბნება რომ შვილო მეო ესეთი ბედნიერიო არასდროს არ ყოფილვარ ცხოვრებაშიო რა ეთყობა ნახეს რომ ჩაირიცხა ანუ ბავშვი მე-6 კლასელ ბავშვს შეუძლია თავისი ოჯახის სიამაყე გამოიწვიოს თავისი მშობლების და ეგ ისეთი მშობელია რომელიც მაგაზეა მომართული და არა სხვა რამეზე და არა ვთქვათ მატერიალურზე ასე ერთი მაგას ვიტყვი რომ კომაროვის მშობლები ესე კომაროველების მშობლები კიდევ უფრო დიდი ნაწილია ბრენდის ასე ვთქვათ ვიდრე შეიძლება ეხა პედაგოგზე თქვა და იმაზე ხო იმიტომ რომ ის არის სახში რას გეტყვიან მაგრა რო გაგიჭირდება სკოლაში სახში რას გეტყვიან იმასაა გადამწყვეტი მნიშვნელობა გვერდში დაგიდგებიან თუ დაგახალისებენ ეს ერთი ეს ასპექტი მინდოდა მე თქვა და მეორე ჩემი მაგალითი და მინდა ვთქვა რომ საერთოდ არა კომაროվել ხალხს კი არა სწავლაზე რო აგდებულად უყურებდნენ ჩემ უბანში მაგალითად კომაროვში რო ჩავაბარე იმ ხალხმა ჩემმა უბნელებმა ესე იგი მითხრეს რომ შენ მაგარი ტიპი ყოფილხარო რა ანუ ბრენდმა მოახერხა არა მარტო თავის რევოლუცია ეს პერიოდში როდესაც მენტალობა ქუჩის სასუქათემები ვაგანი იყო რა ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და კიდე ერთი ახლა ორგანიზაციულ კულტურას როცა ბრენდთან ვაკავშირებთ ახლა
თანამედროვეობაში. ვამბობთ, რომ მოსაწევი ოთახში არაფორმალურ კომუნიკაციაში წყაროსთან რას ლაპარაკობენ და კომაროვში შესვენებებზე ამოცანებს ხსნიდა ხალხი და ერთმანეთს ეჯიბრებოდა ისევ გონიერებით და ისევ იმითი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი ყველა სკოლაში ითხოვს. ვანომ თქვა, რომ ყველა სკოლას კარგი მასწავლებელი ყავსო და ყავს ნამდვილად და კარგი მოსწავლე, მაგრამ შესვენებაზე ამოცანას არც ერთ სკოლაში არ ხსნიან. იმიტომ რომ იქ სხვა რამე არის, ასე ვთქვათ, არაფორმალური კულტურა სხვა მხარეს იყურება და ფორმალური კულტურა სხვა მხარეს. აქ რაღაცა მონოლითურია ეს ყველაფერი, ესე მგონი. ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი ასპექტი იყო და გავყვები მაშინ მაგ თემას. ანუ ბრენდის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთ-ერთი სიძლიერის მანიშნებელი და მთავარი წონა ბრენდის შეფასების დროს ეძლევა ხოლმე მის მიმართ ერთგულებას, ესე ვიტყოდი. და ეს ერთგულება კომაროვის მიმართ გამოხატული არის მათ შორის იმაში, რომ ყველა კომაროվել მშობელს იდეაში სურვილი საკმაოდ რაც მე ყოველთვის ჩემ გარშემო მინახავს, ძალიან დიდი აქვს, რომ მისი შვილიც გახდეს კომაროველი. ეს არ არის უბრალოდ იმის გამო, რომ სიტყვაზე ვთქვათ, რაღაცა პრესტიჟულობაზეა, ხო, მხოლოდ საუბარი. იმ მშობელმა თავისი განვლილი ცხოვრებით დაინახა, რამდენად დაეხმარა კომაროვი, რომ გაეღო ცხოვრების სხვადასხვა გზები და რაღაც სირთულეები გადაელახა და მე ესეთიც მომისმენია, რომ აი კომაროვში თუ ჩააბარა ანუ ეგ უკვე მოწყობილია რა, ანუ გზაზე დგას. მოკლედ მე თუ უნდა ლაღათ იქნება რა, ამ მიმართულებით წავა, თუ უნდა მეორე მიმართულებით წავა, არ ვიცი, შეიძლება ფიზიკა, მათემატიკა სულ არ გააგრძელოს, მაგრამ ცხოვრების კარები მისთვის ბევრი კარი იქნება ღია. და ეს ერთგულება არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. თუ შეიძლება, მოდი აბა ამასაც შევეხოთ, ბრენდის ეს ერთგულება მათ შორის არ იქნება მარტო წარმატებაზე, ხო, ორიენტირებული, აი წარმატება გასაგებია, რომ ესეთი ახმადი თემა არის, ხელშესახები და მივაღწია წარმატებას და ჩემ შულსაც მინდა რომ კომაროვში ისწავლოს, მაგრამ ბრენდს ყოველთვის აქვს ხოლმე ღირებულებები ასევე რა, ღირებულების გარეშე ბრენდი არ არსებობს. კომაროვის ღირებულებები, მოდი თუ შეიძლება რომ მოდი ესე ვთქვათ, აი ის რითიც ჩვენ კომაროველები ერთმანეთს აი რატო ვხვდებით ესე გულღიად თუ რაღაც სხვანაირი გაგებით. გვერდიდან ხალხიც გძნობს რომ ჩვენ კომაროველები და კომაროვის სკოლაში რაღაც მეჯიკი, რაღაც ჯადოქრობა ხდება, ხო, მოდი ესე რომ ვთქვათ. აი თქვენი აზრით რა არის ეს ღირებულებები? მოდი შევეცადოთ რომ თქვათ 2-3 სიტყვით დაუშვათ რა შეიძლება, აი ანუ თუ შეიძლება რომ შენ გითხრა შენი აზრით აი რა ღირებულებებს ეფუძნება კომაროვი და კომაროვის ბრენდი. ერთი სანამ თუნებას დამთავრდა წინა თვითონ იმ ბრენდის გამაძლიერებელი მექანიზმებიდან ერთ-ერთი კიდე და ღირებულებაშიც ალბათ ამ შეკითხვაზე პასუხის ნაწილიც იქნება, ეს არის კომაროვის სკოლის პანსიონი რა. კომაროვის სკოლას აქვს პანსიონი, ესეც აი ჯამყალიბ და ეგრე, სადაც რეგიონებიდან მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილზე იცხოვრონ და ადგილზე ისწავლონ და მიიღონ ყველა ის საგანმანათლებლო და პლუს კიდე დამატებით აღზრდობით და სხვა სერვისები იქ ადგილზე იმ სივრცეში კომაროვის სკოლაში და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ ის მასწავლებლები ყველა სხვა წათითაოდ ვერ წავა სხვადასხვა რეგიონში და ეს ბავშვები ერთად არიან აქ და ხო, აქ არის ყოველ გადასახადის გარეშე ცხოვრობენ, ხო? ერთ-ერთი, რა ვთქვათ, ამ ღირებულების ერთ-ერთი შემადგენელი, აი ვთქვათ, რომ გვიფიქრია მაგას კომაროვის სკოლა, ვთქვათ, ვერ წარმოგვიდგენია იმის გარეშე, რომ საქართველოს მთელ საქართველოს მოიცავს და ამ უმაგრეს ბავშვებს ეს შესაძლებლობა შანსს აძლევს, ხო, რეალურად, რომელიც ალბათ სხვანაირად ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა. არის, რავი, ალბათ გამეორება გამომივა და ეს არის, ანუ გარემო თვითონ ან გარემო, რომელიც გარემოში მოქცეულ ყველა ადამიანს, პედაგოგებს, მოსწავლეებს, ალუმნებს ასაზრდოებს, ზრდის და ავითარებს ყველას აი ამ სივრცეში რაღაცა შრომა და სწავლა და მოღვაწეობა. ეს არის ღირა და ერთი კიდე მაინც იმ ასე ვთქვათ, ამდენად სწორი სიტყვა არის გენეტიკური ტექნოლოგიებით, მაგრამ რაღაც რადგანაც ეს მოსდევს, დაძდება რაღაც ლაიტმოტივად, ეს არის ფიზიკა და მათემატიკა, ვთქვათ, ეს თავარი, ვთქვათ, რომელზეც არის მე დაშენებული ის, რაზეც
ხო, რავი, ჩვენ ფიზიკა და მათემატიკა გვიყვარდა, ხო, ესე არ იყო, რომ სწავლობდით საგას, აი რაღაც როგორც ჩვენ თქვით, აი ჩართულები ვიყავით იმდენად, რომ მართლა შესვენების დროსაც კიდე იმაზე ვლაპარაკობთ. შენ რო გაგვიზიაროთ, მოკლედ, აი სიყვარულს მაგას მოეჭიდები, შენ რაც თქვი ლევან, რომ სიყვარული, მოკლედ ჩვენ ახლა ძალიან თანამედროვეა, რომ რაც გიყვარს ის უნდა აკეთო. ჩვენ მქონდა სკოლა, რაც გვიყვარდა, იმას გვასწავლიდნენ და მე ესე იგი მახსოვს ფიზიკის ოლიმპიადის ნაკრებში რომ მოვხვდი, რამდენიმე მასწავლებელმა ესე იგი მითხრა რომ მოკლედ მიხედე საქმეს ესე იგი და ჩვენ ხელს შეგიწყობთ და მოგერგებით რა ყველანაირად, ხო? ქართულის მასწავლებელი არ გვინდობდა ესე იგი და გვეუბნებოდა რომ ის რო გახდეთო. გონიათ თქვენ რომ ესე იგი თქვენ იმას გიზავთო და ფიზიკა და მათემატიკაში რომ მაგრები ხართ რომ ისწავლო. მაგრამ ყველანაირი ხელშეწყობა იყო მასწავლებლების მხრიდან, თუნდაც რომ დაკონცენტრირებული ყავი და ამიტომ ფაქტიურად დღევანდელი განვითარების მეცნიერება development science ამბობს რომ რაშიც მაგარი ხარ იმას უნდა მიაწოდე და ეს სკოლა ამ პრინციპით იყო და სხვა სკოლა იყო პრინციპით რომ რაშიც ორიანი ყავს ის უნდა გამოასწორო და ეს ძალიან დიდი სხვაობაა ასე ვთქვათ სიყვარული და კონცენტრაცია აი ამ ორ ფასეულობას შემოვიტან ერთი მეორე აი კარგად თქვა ვანომ რომ გაერთიანებული იყო ერთი იდეის გარშემო მშობელი პედაგოგი აღმზრდელი ყველა ერთად ასე ვთქვათ და ეს იდეა იყო რომ ბავშვს გაეხსნას სხვა დონის შანსი ასე ვთქვათ რა აი upward mobility-ს ეძახიან ამერიკელები და ამერიკაში მაგრა ითვლება რომ შენი მშობლებს რა დონის განათლებაც ჰქონდათ იმაზე მაღალი დონის განათლება შენ შვილს თუ ექნება ესე იგი ოჯახმა რაღაც ააშენა ანუ სახლი კი არ უნდა ააშენოს შვილს უნდა მისცეს უფრო მაღალი დონის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა და აი ზუსტად ის რეგიონელები თქვენ რო ახსენეთ იქ მამა და დედა და მთელი ოჯახი ამბობდა რომ ჩვენ ყველანი გავიჭირვებთ რაც არის გასაკეთებელი ასე მატერიალურად თუ შრომით და ჩვენ შვილს გადავსვამთ ზედა ლიგაში ასე ვთქვათ კვარაცხელია ვახსენეთ და შემდეგ ლიგაში მონაწილეობა იყო ხო და შესაბამისად ეს ადამიანი მასე აზროვნებს მაგ იმიტომ იცის რომ თელმა საზოგადოებამ მისმა ოჯახმა პირველ რიგში მასში ინვესტიცია გააკეთა ასე ვთქვათ აი ამ ბრენდი საქართველოსკენ მიმავალ გზაზე ეგ არის მეორე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ანუ აღმავალი ტრაექტორია მანდაც არის რომ რეგიონელები ახლა შენც გაიხსენებ და ვანოც გაიხსენებს ჩვენი კლასელები ვინც რეგიონიდან იყვნენ პანსიონში ცხოვრობდნენ იმათთვის შანსი გეგმა B იყო დაბრუნება თავის რეგიონში და სოფელში და ეგ არ განიხილებოდა ის ლიგა აღარავის აღარ უნდა ესე იგი იმაში კვარაცხელია რომ გახდები მე იქ აღარ უნდა ითამაშო ხო ეგ არის მეორე ასპექტი და მესამე არის აი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ამას მე ეხლა დღეს CSR და ის არის ბრენდების დასაყრდენი და პირველად მე ამ ალუმნის ფარგლებში ვანო უკვე რომ მოვალეობის შემსრულებელი იყო დირექტორის დავესწარი რახან გამოცდილება მქონდა HR-ში დავესწარი გასაუბრებებს აღმზრდელები მოდიოდნენ პანსიონში ვინც უნდა უპატრონოს ბავშვებს და 5 აღმზრდელის გასაუბრებას დავესწარი ლევან და შოკში ვიყავ იმიტომ რომ 5 თქვა რომ მე ვარ კომაროველი და ბრუნდები რომ დავაბრუნო ვალი მაქო რა ადამიანები ამბობდნენ რომ მე მაქვს ვალი ამ სკოლის და აი ხა მოვალ და ამ ბავშვებს გადაუხდი იმას რაც ამ სკოლამ მე მომცადა ამაზე დიდი мотивация და შემკვრელი ასე ვთქვათ ამ სოციალური პასუხისმგებლობის უბრალოდ არ არის. ნამდვილად უდაოდ. ეხლა ისეთი რაღაცა თქვი რომ მეც დავფიქრდი ჩემ თავში რომ მეც მგონია რომ ეხლა მივხვდი რომ შინაგანად მივხვდი რომ ხო ჩემი სკოლა კომაროვის ვალი მაგ რაღაცნაირ რავი არავის არ დაუდია იქ ვალი ჩემთვის რა ვიცი ვისწავლე და დავამთავრე სკოლა მაგრამ შინაგანია ეს განწყობა განცდა გეთახმები ძალიან კარგი ინსაიტი იყო რომ მეც გძნობ ეხლა რომ მივხვდი კიდე ერთხელ რომ ამ სკოლის რაღაც ვალი მაგ იმიტომ რომ არ ვიცი ალბათ მე იმ გზაში ალბათ თვლი რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეხლა მეორე სარეკლამო ჭრა წამოგვეწია და მალე დავბრუნდებით ეთერში და გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს კომაროვზე. ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota Center თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota Center თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511
252-20-22 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდით ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252-20-22 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116. 14 ივნისს სასტუმრო პულმან აქსის ტაუერში Global Idea და Financial-ი წარმოგიდგენთ ნომერ პირველი ოქროს ბრენდების დაჯილდოებას. საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო კომერსანტი FM 95.5 ჟურნალი გლოსი და ონლაინ გამოცემა პუბლიკა. Silk Post-ი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემით ბრენდი საქართველო, ჩვენი წარმგენია კრაფტფუდი ტაატი, მადლობა ჩვენი გადაცემის ხარდაჭერისათვის და დღეს შეგახსენებთ რომ საუბრობთ განათლების ძალიან საინტერესო ბრენდზე, რომელსაც უკვე თითქმის 60 წლიანი ისტორია აქვს და წინ და წინ მიემართება პროგრესის გზით, ეს არის კომაროვი და მოდი გავაგრძელოთ საუბარი იმ თემაზე, რომ კომაროვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე და აი ცოტა ხნის წინ ჩვენ თქვით, რომ ეთერში სარეკლამო ჭრამდე, რომ აი თითქოს ვალი გვაქვს, ხო, რაღაცა ამ ჩვენს კომაროველებს ეს განცდა გვაქვს, ძალიან კარგი მიგნება იყო სანდრა და აი მოდი ალუმნიზე ვილაპარაკოთ, ხო, იმ ადამიანებმა, არ ვიცით ჯამში რამდენი ადამიანია, თქვენ უფრო გეცოდინებათ, რამდენმა ადამიანმაც დაამთავრა, ეს არის ის ძალა, რომელიც მერე შემდგომში ამ ბრენდს კიდევ და კიდევ წინ, ასე ვთქვათ, წევს და აი ალუმნის ძალაზე და კომაროველების აი ამ საზოგადოებაზე, რომელიც ხან ვიკრიბებით, ხან ვერ ვიკრიბებით, მაგრამ სადღაც მაინდსეტ ეს გონებრივი კავშირი სულ არსებობს და აი თუ შეიძლება სანდრო ვიცი რომ შენ განსაკუთრებით აი ამ მიმართულებით მათ შორის ბევრი ძალისხმევა გაქვს გაწეული და აი ალუმნის წრეზე ვისაუბროთ კომაროველზე რა. კი ბატონო, მოკლედ კლუბი კომაროველი, რომელიც ფორმალურად 2007 წელს დაარსდა, თუ არ ვცდები, შეიძლება 6-ში, ხო 6-ში დაიწყო, ასე ვთქვათ, და 7 წლიდან ძალიან აქტიურად მონაწილეობს, ეს არის ორგანიზაცია, ცალკე ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მოკლედ კლასიკური ალუმნია რა და ეს ალუმნი სხვადასხვა ეტაპზე, ესე იგი მე შემიძლია დავასახელო მაგალითები, როცა დააფინანსეს ძალიან ბევრი რამე, თავისი ბიზნესებიდან, თავის ჯიბიდან ალუმნის წევრებმა. სიტუაცია, როცა ჩვენ რაღაცნაირად ფიზიკა-მათემატიკურ სტატუსზე მუქრებოდა საფრთხე, პანსიონის დაფინანსებას, ტერიტორიას, რავი, ყველანაირი ქარცეცხლი გვაქვს ამ წლებში გამოვლილი და ალუმნი გადმოდგამდა ყოველთვის ნაბიჯს, ხა? როდესაც მშობლებთან მქონდა საკითხი ამ გამოცდების სამართლიანობაზე, ამაზე ალუმნი გადმოდგამდა საკითხს. ვანოს, ესე იგი, როდესაც შესთავაზეს ამ სკოლის დირექტორობა, მაშინ თქვა, რომ მეო მხარდაჭერა დამჭირდებაო, ესე იგი, ძმებოდა ეგრე არ არისო, რომ მენეჯმენტში დახმარება დამჭირდება, ამაში გვერდში დგომა და ყველა გვერდში დაუდგა. აბსოლუტურად ეს ვანოს დამსახურებაც არის, მაგრამ აი ვალდებულების შეგრძნების დამსახურება უდაოდ არის და მე შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ესე ქართული ალუმნებიდან არ მგონია, რომ ვინმე დაგვიდგეს, ასე ვთქვათ, შეედაროს კომაროველების მიერ კომაროვისთვის გაკეთებულ საქმეს და აი უცხოეთში დიდ სკოლებს, უნივერსიტეტებს რო ალუმნი ყავთ, ესე იგი, რომელიც მართლა ესე იგი ოქროს ასოებით შევიდა მათ ისტორიაში, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეგეთი მასშტაბის მოვლენაა ეს ალუმნი და ყველაფერი მოიძებნება ამ ალუმნიში და აი ეს
რაღაც მომენტში პერიოდში შენს გახსოვს როცა ეს კომაროველის დღე ავადგინეთ ტრადიცია, ესე იგი ის საუბარი რომ ქუთაისის რაზმაძის სკოლის დირექტორიც კომაროველი იყო და ვეკუას სკოლის დირექტორიც კომაროველი იყო და რა ვიცი პარლამენტშიც იყვნენ კომაროველები და მთავრობაშიც და ყველგან მეცნიერებაზე და ფიზიკაზე და მათემატიკაზე არ ვსაუბრობ. იმიტომ რომ ეს იგულისხმება, ხო? და რა ვიცი 2-11 ჩვილიანი დედა ყავს კომაროველი, ყველაფერი მოინახება, ასე ვთქვათ, 2 მეუფე ყავს, ესე იგი წმინდა სინოდში და რა ვიცი, აი საითაც გინდა გაიხედე, მოკლედ ეს ალუმნი. ხო, ხანდახან ხუმრობის შეგჭამეთ ამ კომაროველებს. კი ბატონო. უთქვამთ კიდევ სულ 2000 კაცი, 2000 კაცი ახერხებს ამას. ანუ მეტი არ არის. აი 6000 100-ს მინდა ნუ ხო, ნუ მაშინ იყო რომ დავიწყეთ ეს ალუბნის წარმოება, მოკლედ 2000 კაცი, 1000-ებშია, რამდენიმე 1000. გასაგები. ანუ შენი აზრი გითხარი. და რა ეხდებოდა აი კომაროველებს და სკოლას შორის, ხო? აი ეს რა ურთიერთქმედება იყო? მე ყოველთვის ვამბობ ასეთ რამეს, რომ კომაროვის სკოლის განვითარება რაც აქვს, გამორიცხულია, ვერანაირად ვერ იქნებოდა იმ ხალხის გარეშე, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი მიიღო აი ამ თავიანთი შრომით. ბოლო ვალზე ახსენე. ლევან კომაროვის ბრენდბუქი შენი შემწევა და შენი იმით არის გაკეთებული, რომელზეც უკვე რამდენი წელია ძალიან მიხარია ხოლმე მე სიმართლე რო გითხრა ყოველთვის რო უყურებ და ის თითოეული დრო ფინანსური ადამიანური ინტელექტუალური გამოცდილებითი რესურსი რაც ამ ხალხს აქვს ჩადებული ყოველთვის ნებისმიერ შეხვედრაზე სტრატეგიას რამდენიმე წელია პაპუნა და მისი გუნდი აკეთებს მენეჯმენტ შევასწავლით ბრენდში შენერგმან სულ ესეთი ამბებია სულ დღესაც იყო შეხვედრა თქო ამ პროექტების განვითარების მიმართულებით პაპუნასთან ზანდრო მაქსენა და იმ ადამიანებთან რომელსაც ახლა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რომელსაც რა თქვა განსაკუთრებით მეტი შრომა და დრო აქვს დახარჯული, მაგრამ ეს გამოიხატება ელემენტარულ რაღაცაში. სხვა თქვა დეტალებს არ მოყვებით, თქვა კომაროველი რო გაიგებს სკოლას რაღაცა ჭირდება, თქვა რაღაც დახმარება შეიძლება რაზეც უარი ეთქვას, ხო და რომელსაც ის დრო ძალიან მნიშვნელოვანია, ამას აკეთებს. ესეც ალუმნის და ალუმნის როლი სკოლის განვითარებაში. ახალგაზრდები, რომლებიც სიამოვნებით არიან ჩართული, თქვა სკოლის სხვადასხვა პროექტებში. სკოლა ძალიან ბევრი წვრილი პროექტი აქვს, რომელსაც ადამიანების მონაწილეობა ჭირდება. სკოლა AI ასოციაცია სულ ალუმნია, ახალგაზრდა ალუმნი. კი ბატონო. ეს არის მონაწილეობა სკოლის საგანმანათლებლო ეკონომიკურ პროექტებში. ხო, კომაროვის ბრენდის თქვა თავარი მიზნის რა არის კენაც ვიდეო ერთ-ერთი შემადგენელი არის თქვა ის ამ პროექტების სიცოცხლის უნარიანობა რაც კომაროვს აქვს ერთი თქვა ტრადიციული უპირველესი უმსხვილესი პროექტი ჭაბოთის სკოლა სადაც ბავშვებს აქვს შესაძლებლობა არა კომაროვის სკოლის მოსწავლეებს მიიღონ განივითარონ მათემატიკური უნარები ეს არის საღამოს სკოლა და ეხლა საქართველოს ბანკთან ერთად დაწყებული აქვს სკოლას ძალიან მაგარი ორი პროექტი ეს არის STEM სკოლა რომელშიც online ხდება ინჟინერიის სწავლება და ეს არის ძალიან მაგარი პროექტი კიდევ STEM ოლიმპიადა რომლის ფინალიც ეხლა იქნება სადაც უნიკალურია თავისი არსით იმიტომ რომ ბავშვებს გარდა თქვა თავის ცოდნის გამჟღავნებისა მე უწევთ კონკრეტული ტექნოლოგიური ანუ კიდე რაღაც დამატებითი შრეები შეიძინა ხო როგორც ხდება და ამაში არის ძალიან დიდი ჩართულობა იმიტომ რომ თქვა STEM სკოლაშიც და STEM ოლიმპიადაშიც ვინც არიან თქვა უმრავლესობა ალუმნია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები არიან რომლებიც თავიანთ შეძენილ ცოდნას ახალი პროექტი დაიწყო ეხლა გაიამ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა, რომელშიც ძირითადი ბირთვი კომაროველები არიან და ორგანიზატორები მონაწილეობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იღებენ და ვთქვათ კომაროველის დღე ახსენად, ხო უამრავი პროექტი აქვს ახლა სკოლის მენეჯმენტს ახალი ინიციირებები მოხდება და ვისაც სურს ამაში მონაწილეობის მიღება და თქვა სკოლისთვის გარკვეული თავისი რაღაც გარკვეული
მონაწილეობა სკოლის განვითარებაში, ამას შეუძლია მოგზადენ თქვა ივლისის დასაწყისში კომაროვის დღეზე და იქ რამე აქვს კიდევ ვალი დასაბუთებელი მოგზადდეს და ძალიან კარგი. მაშინ თუ შეიძლება ეხა უკვე დასასრულისკენ მიდის ჩვენი გადაცემა და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ მათ შორის აი ამ იმ ადამიანებმა ვინც დაამთავრეს უკვე და თავის ცხოვრების გზას შეუდგნენ და ჩვენსავი ჩვენზე უფროსებიც არიან კიდე ძალიან ბევრი ან შეიძლება ჩვენზე პატარები რომელიც უკვე შემდგარი ადამიანები არიან და იციან უკვე ცხოვრებისგან რა უნდა და გზა დასახული აქვთ მაგრამ ეხლა ყველაზე ის თაობა რომელიც არ გამოგჩეს და მინდა რომ გთხოვოთ რომ იმ თაობას რომელიც ეხლა სწავლობს სკოლაში რომელიც მომავალ აი წელს მაგალითად ფიქრობენ რომ ჩააბარონ არ ვიცი რომლებიც ჯერ კიდე შეიძლება არ არიან იმას აკის მაგრამ მშობლები ფიქრობენ რომ აი კომაროვში ხო არ მივმოკლეთ ჩვენს მომავალ თაობაზე იმ ბავშვებზე ვინც ეს გზა აი ეს რაღაც კომაროვის ვიტყოდი ესე კომაროველობით გაიჟღინთონ მოდი მომავალში აი მათ რა შეგიძლიათ რომ უსურვოთ იმ ადამიანებს რომლებისთვისაც კომაროვი ალბათ ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი გახდება ცხოვრების გზაზე თუ შეიძლება რომ მოდი ვანო შენ გითხარი თუ შეიძლება აი ამ რას მიმართავდი ჩვენი ეთერით რას ეტყოდი ძვირფასო მოსწავლეებო მე-6 ან მე-7 ან მე-8 კლასში როდესაც თუ თქვენ გიყვართ მათემატიკა, ფიზიკა, გიყვართ შრომა, სწავლა და სიამოვნებას განიჭერთ მათემატიკური და ტექნოლოგიური პრობლემებთან გადაჭრა, კომაროვის სკოლა არის თქვენი სახლი და აუცილებლად სადეთ კომაროვის სკოლაში ჩავარება. ჩვენიერი მე დავამატებდი, ესე იგი მშობლებს მიმართავდი, ესე იგი და ვიტყოდი, რომ მოკლედ კომაროვი თუ არა, აბა რა ხშირად მეკითხებიან. კერძო სკოლა არის მშობლების მატერიალური შეძლებით გაფილტრული მოსწავლეები. კერძო სკოლაში სწავლობენ ისინი, ვის მშობლებსაც აქვთ მატერიალური საშუალება, რომ ფული გადაიხადონ. კომაროვი არის ერთადერთი უფასო კერძო სკოლა კი არა, აქეთ რო გადაგიხდის ფულს, ასე ვთქვათ, ანუ მუშაობს როგორც კერძო სკოლა, შედეგები აქვს კერძო სკოლებზე უკეთესი, ბევრი მიმართულებით და ამავე დროს აქვს პანსიონი, თბილისში უფასო ცხოვრების საშუალება. ამიტომ მე პირველ რიგში აი ამ ხალხში, ვიზეც ვანომ თქვა, გამოვყოფთ იმათ, ვინც ფიქრობენ, რომ საშუალება არ აქვთ, რომ ბავშვს მისცენ მისი პოტენციალის შესაბამისი ბიძგი. აი ამ ხალხისთვის კიდე უფრო დიდი რაღაცა არის კომაროვი, ვიდრე, რავი, ჩემი და შენი შვილი გზას გაიკვალავს, ასე ვთქვათ, ასე თბილისში ბევრი კარგი სკოლაა ნამდვილად და ასე შემდეგ, მაგრამ მე აქცენტს გავაკეთებდი, რომ ესე იგი იმერეთის სოფელში მაგარი ბავშვი რო არის და ოქრო ბრილიანტის გონება რო აქვს, ის მოგვიყვანონ კომაროვში და მეტი არაფერი არ გვჭირდება. ძალიან კარგი იყო, ანუ ის ბავშვები, რომლებსაც აი რო იტყვიან, ხო იცი წრე რო რა კარგი ბავშვია და აი ცხოვრებაში არ ჩაიკარგოსო, კომაროვი არის ის ადგილი, სადაც ზუსტად იმ არა თუ ჩაკარგავს, არამედ გააბრწყინებს ცხოვრების გზაზე და ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახო და ვიტყვი ერთს რომ მე ჩემი მხრივ მიმართავ ყველას აბსოლუტურად ვინც ეხლა სწავლობს, ვინც მომავალში ისწავლის, რომ მიმართავ მე რაც განვიცადე ჩემში რაც მოხდა კომაროვიდან გამომდინარე, ხო? ეს არის მართლა ის ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ნებისმიერ კარს გაგაღებინებს. აი არ უტრირების გარეშე ვამო, მართლა ნებისმიერ კარს, იმიტომ რომ კომაროვი აი ვანომ თქვა, რომ აი კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის, ფიზიკა, მათემატიკის გარდა ის ურთიერთობა, ის წრე, იმიტომ რომ ის ადამიანები არიან შენთან ერთად შენი თანაკლასელები, არ ვიცი, თანასკოლელები, რომლებიც ერთმანეთს ვეხმარებით გვერდში დგომაში და ყველაზე მთავარი ალბათ მართლა კომაროვს აი დაწყებული ვინც მოიფიქრა ეს იდეა და დაფუძნდა და პირველი ნაბიჯები, დირექტორი, პედაგოგები დამთავრებული არ ვიცი მომავალში ვინც იქნება, ვანო შენი ჩათვლით ვიტყვი სანდროშ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაქვთ. ეხლა ვანოს უშუალოდ როგორც დირექტორს მართლა რა ვიცი, აი ალბათ რა მე ვთვლი რომ ტრანსფორმაცია ყველაზე რთული პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გამოიარა ვანოს დროს, იმიტომ რომ ბევრი, ანუ კომაროვს ჰქონდა რისკი, რომ დაეკარგა რაღაცა, მოდი ის კომაროვული, მოდი ესე ვიტყოდი, რა თვალსაზრისით, იმიტომ რომ თაობათა ცვლის
პერიოდი იყო, ანუ მასწავლებები, პედაგოგები დაბრუნდნენ კომაროველები ისევ ბევრი კომაროვში და ამისთვის შენ ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩვენი სახელით. სანდრო, შენც იმიტომ რომ მართლა ძალიან რავი შენი ენერგეტიკა კომაროველობის შეკრების იქნება თუ ორგანიზების თუ მენეჯმენტის რაც შენი პროფესიაც არის, მაგრამ ჩვენ სკოლას რო ესე ახმარ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და ვიტყვი ერთს რომ კომაროვი ალბათ არის მართლა წარმატების ფორმულა რა ჩვენ გადაცემას რაც დავარქვით. კომაროვში ეს ცხოვრების წარმატების ფორმულაა, ბრენდის წარმატების ფორმულაა. ალბათ საქართველოს წარმატების ფორმულა არის სწორედ განათლება და კომაროვი ამის ალბათ თვალნათელი მაგალითია და თუ რამის დამატება გინდათ 2-20 სიტყვით რომ თითო წინადადებით და დავასრულოთ. ხელოვნური ინტელექტი ვახსენეთ და აუცილებლად ვიტყვი რომ აი ამ მიმართულებითაც აი მე თავს დავდებ რომ ესე იგი ჩვენ 10 წელიწადში ვიამაყებთ ეხლანდელი თაობით რომელიც თავის კვალს დაატყობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაში ასოციაცია შექმნეს კომაროველებმა და აი შევარდნენ ასე ვთქვათ ამ ახალ სფეროში და ჩვენ თუ შანსი გვაქვს ტექნოლოგიებში ეს შანსები ხო ისტორია და სამზარეულო და ყველაფერი გვაქვს არაჩვეულებრივი და ინოვაცია მოკლედ მე მგონია რომ ზუსტად იქ არის კომაროვი სადაც გადაწყდება ქვეყნის ბრენდის თანამედროვეობა და შესატყვისობა დროის. კი ბატონო, ვანო გისმენთ და დავასრულოთ შეგადებით. ჩემსაც ვიტყვი შენს ნათქვამთან დაკავშირებით, ხო, გამოწვევები კომაროვის სკოლას ყოველთვის და ჩემი ასე თქვა ძალიან დიდი გამოწვევა იყო 90-იან წლებში. გამოწვევა იყო დიდი და საფრთხეები, რომელიც თქვა მაშინდელმა მენეჯმენტმა და თქვა აგერ ალუნება გაანეიტრალეს, ეს იყო მანამდეც, ну, რა თქმა უნდა, ყოველ ეს გამოწვევა მე ვეცობდი რომ თქვა შეიძლება უფრო მეტი გამოწვევები მანამდე იყო, თქვა, იმიტომ ძალიან მაგარ ადამიანებთან იმაგარ თან ერთად რომის თანაც ვიცავ და მუშავ თქვენთან ერთად, მოგეთ ეს გამოწვევების ისეთი ვერ ხედავდი, თქო მე უფრო მგონია რომ მანამდე შეიძლება იყოს თქვა სკოლის მენეჯმენტს აქვს, ну, ამბიციური რა თქმა უნდა გეგმები, კიდევ უფრო განავითაროს სკოლის ბრენდი და რა ვიცი, ვისაც გააქვს სურვილი რომ თქვა ამაში მონაწილეობა მიიღოთ კომაროველებო, რავი კომაროვის სკოლა ღიაა თქვენთვის და ნუ პირველი რაც იქნება ივლისის დასაწყისში ადევნეთ სკოლის თქვა ვებგვერდებს თვალყური და გეპატიჟებით ყველას თქვა სკოლის მენეჯმენტის გეპატიჟებათ, აგერ ჩვენ ალუმნებიც ასე თქვა გეპატიჟებით კომაროველის დღეზე და აი გაეცნობით თქვა იმ გეგმებს, რაც კომაროვის სკოლას ექნება მომდენო სასწავლო წლებში. კი ბატონო, დიდი მადლობა და თქვენი ნებართვით თქვენთან ერთად ჩვენ ყველა პედაგოგს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადოთ ყველაფრისათვის, რაც ჩვენ ამ სკოლაში შევიძინეთ და მომავალ თაობასაც კიდევ ვთხოვოთ, რომ აი პედაგოგებს და მასწავლებელს მოდი დაინახონ მასში ზუსტად ის წყარო იმ ცოდნის და იმ განათლების და მოგეთ ერთად ეზრუნოთ იგივე ქვეყნის ბრენდის და კომაროვის ბრენდისთვის. დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა შენ ლევან მოწვევისთვის. ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე.